ყვაბერიძის კრებულიდან პირველი სახის პროდუქციის რაოდენობა აღვნიშნოთ. პროდუქციის რაოდენობა პირველი სახის პროდუქტის აღვნიშნოთ. ვთქვათ A რაღაც 10. მეორე სახის პროდუქციის რაოდენობა აღვნიშნოთ A + 400. ნახეთ. პირველი პროდუქცია 400 ცალით ნაკლებია. ნიშნავს ეს იგივეა რაც მეორე 400-ით მეტია. ეს არის რაოდენობა. A ცალი, ეს A + 400 ცალი. პირველის ერთი ცალის ფასი აღვნიშნოთ რაღაც თქვათ K ციფრით. K ფასი ერთი ცალის. ამის ფასი აღვნიშნოთ D. მეორე სახის პროდუქციის ერთი ცალის ფასი აღვნიშნოთ D. მაშინ პირველი სახის პროდუქციის მთლიანი ღირებულება იქნება A გამრავლებული K-ზე. ამდენი არის. კალარი. მეორე ტელარი. ერთი ცალის ღირებულება ტელარი, აქ ერთი ცალის კალარი და მთლიანი ღირებულება პირველისა AK იქნება, მეორესი იქნება A + 400 გამრავლებული D-ზე. ესაა მთლიანი ღირებულება. ამოცანის პირობით ვიცით, რომ პირველი მთლიანი ღირებულება 10000 ლარით მეტია. ანუ თუ ჩვენ AK ეს პირველი პროდუქცია გვერდით დავწეროთ A + 400 გამრავლებული D-ზე. ეს არის 10000 ლარით მეტი პირველი პროდუქციის ღირებულება, მთლიანი ღირებულება. ამიტომ ამას დავამატოთ 10000 და გატოლდება ესენი გატოლდება. ეს პირველი განტოლება. ეცადეთ აქ დააპაუზოთ და შემდგომ თქვენით გააკეთოთ. მეორე მინიშნება, მეორე პირობას ნახოთ. თუ ორივე სახის პროდუქციის თითო ცალის ღირებულება ერთი და იგივე ფასით გაიზარდა, თქვათ X-ით გაიზარდა ერთის ფასი. ანუ თუ ღირდა კალარი, გახდება ახალი ფასი K + X. თუ ღირდა ტელარი, მეორეც იგივე ფასით გაიზარდა, მეორის ღირებულება აქ იქნება T + X. ანუ A-ს თუ გავამრავლებთ, ახალი ფასი არის პირველის K + X. K + X. ერთი ცალის ღირებულება. გავამრავლებთ აზე მთლიანი ღირებულება პირველი სახის პროდუქციის. მეორე სახის პროდუქციის მთლიანი ღირებულება იქნება A + 400, ეს რაოდენობა. გავამრავლოთ მის ახალ ღირებულებაზე, ანუ ადრე თუ T იყო, ახალ დაემატა X ლარი. ანუ ერთის ღირებულება არის T + X. ეს უკვე მთლიანი ღირებულებაა. ამოცანა გვეუბნება, რომ მთლიანი პროდუქციის ღირებულება გათანაბრდა. ანუ ეს მთლიანად უდრის აი ამას. ესეც მეორე განტოლება. დავწეროთ A ჯერ K + X უდრის აი ამას. A + 400 გამრავლებული D + X.
გავხსნათ აი ეს დავიწყოთ პირველი AK უდრის გავხსნათ ჩხილები აი აქ ATS პლუს 400-დე პლუს 10000 ქვევითაც გავხსნათ ჩხილები AK-ს პლუს AX-ი უდრის ჩხილები გავხსნა ATS პლუს AX-ი პლუს 400-დე პლუს 400x AK x-ი და x-ი გაბათილდება AT არა უკაცრავად AT რჩება ეხლა ამ პირველ განტოლებას გამოვაკლოთ მეორე AK-ს გამოვაკლდება AK 0-ია უდრის AT-ს გამოვაკლდება AT 0-ია 400-ს გამოვაკლდება 400-დე 0-ია და დაგვრჩება 10000 გამოკლებული აი ეს 400x-ი აქედან 400